გამარჯობა მეგობრებო, დღეს მინდა აგვისტოს ომზე ვილაპარაკო. 2008 წლის აგვისტოს ომი რუსეთ-საქართველოს უახლესი ისტორიის მორიგი ტრაგიკული ფურცელია, თუმცა ომის შედეგების გააზრების ნაცვლად ჩვენ გვიწევს საუბარი იმაზე, თუ ვინ დაიწყო ომი და ბრძოლა პროპაგანდასთან, რომლის მიზანიცაა საქართველოსთვის პასუხისმგებლობის დაკისრება ამ ომის დაწყებისათვის. მაგრამ ყველაზე სამწუხარო და ცინიკური ამ ყველაფერში ისაა, რომ ეს პროპაგანდა საქართველოს ხელისუფლებისგან მოდის. მაგრამ მოდით ჯერ ვლადიმერ პუტინის ამ ცნობილი გამოსვლით დავიწყოთ, სადაც ის პრაქტიკულად აღიარებს, რომ საქართველოსთან ომის გეგმა რუსეთის გენშტაბს კაიხნით ადრე ჰქონდა შემუშავებული. Это не секрет, повторю еще раз. План был подготовлен Генеральным штабом где-то в конце 2006 или в начале 2007 года он был мной утвержден. ახლა კი მივყვეთ არც თუ ისე ცნობილ ფაქტებს და გავარკვიოთ, ვინ და როგორ დაიწყო 2008 წლის აგვისტოს ომი. მოდი დავიწყოთ იმით, რომ ომი 7 აგვისტოს ნულიდან, ასე ვთქვათ, არ დაწყებულა. აგვისტოს დასაწყისში სამხრეთ, ეგრეთ წოდებული სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონაში უკვე მიმდინარეობდა შეიარაღებული ესკალაცია და 1 აგვისტოდან 7 აგვისტომდე, 7 აგვისტოს კი მთელი დღის განმავლობაში ინტენსიურად იბომბებოდა ქართული სოფლები და პოზიციები. დაახლოებით 14 საათზე კი სამხრეთ ოსეთის კონტროლებადი ხეთაგუროვოს მიმართულებიდან განხორციელებულმა დაბომბვამ ქართულ სამშვიდობო პოსტზე 2 სამშვიდობო იმსხვერპლა და 5 დაჭრა. ტალიამინის კომისიის ანგარიში ეს მოვლენა ცალკე არის კიდევაც დაფიქსირებული. ამავე დროს რუსეთის სამხედრო ძალები ჩრდილოეთ კავკასიაში ფართო მასშტაბიან სამხედრო სწავლებას კავკაზ 2008-ს ატარებდნენ. სწავლება 2 აგვისტოს დასრულდა, მაგრამ ტალიამინის კომისიის მასალებში აღნიშნულია, რომ მასში მონაწილე ძალების ნაწილი დაუყოვნებლივ არ დაბრუნებოდა მუდმივი განთავსების ადგილებზე. დამოუკიდებელი საერთაშორისო ფაქტების დამდგენი ეგრეთ წოდებული ტალიამინის კომისიის ანგარიშის მიხედვით, საქართველოს პრეზიდენტმა 7 აგვისტოს 23 საათსა და 35 წუთზე გასცა ბრძანება სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ. ამავე დროს არსებობს მნიშვნელოვანი მასალა, რომელიც მიუთითებს, რომ რუსეთის რეგულარული ძალების ნაწილები, არა ეგრეთ წოდებული მშვიდობის ყოფილები, სამხრეთ ოსეთში უკვე 7 აგვისტოს იმყოფებოდნენ. ახლა კი მივყვეთ ფაქტებს, რომლებიც რატომღაც არ არის მაინც ცნობილი და მათ არ ექცევა დიდი ყურადღება. საქართველოს მიერ ომის შემდეგ გამოქვეყნებული ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მტკიცებულება იყო 7 აგვისტოს როკის გვირაბთან დაკავშირებული სატელეფონო ჩანაწერები. მასში ეგრეთ წოდებული სამხრეთ ოსეთის მესაზღვრე გვარად გასიევი ესაუბრება თავის უფროს და აცნობებს, რომ როკის გვირაბში რუსული სამხედრო ტექნიკის მოძრაობა მიმდინარეობს. დაახლოებით 03 საათსა და 51 წუთზე საუბარში ნახსენებია რუსი პოლკოვნიკი, ხოლო 03 საათსა და 52 წუთზე საუბარი ეხება გვირაბიდან სამხედრო ტექნიკისა და ადამიანების გასვლას. ამ ჩანაწერების მნიშვნელობა იმაში მდგომარეობს, რომ ისინი კონკრეტულ დროს და კონკრეტულ გეოგრაფიულ ადგილს ერთმანეთთან აკავშირებს. და ამას უკავშირებს რუსების ტექნიკის გადაადგილებას. მოგვიანებით ეს პოლკოვნიკი იდენტიფიცირებული იქნა როგორც ანდრეი კაზაჩენკო რუსეთის 135 მოტომსროლელი პოლკიდან. გუსენდა. გისმენ. ტობოლი. აგერ მაგათი უფროსი გამოვიდა პოლკოვნიკი და მითხრა, აგერ შენთან ერთად ჩემმა ხალხმა უნდა აკონტროლოსო და აქვთ უფლება. თქვენთან ერთად? ხო. დავკითხავ აბა და ვინ არის ის პოლკოვნიკი? რავი, მაგათი უფროსია ჯარისა. აგერ გამოყარეს BMW-ები და რავი, ტუნელი გაივსო. და აგერ ჩვენ უნდა შევამოწმოთო. რავი, ეგრე თქვეს და თქვენ ქვემო დაეშვითო. ალო. ისმენთ. ალო, შერეგავდი წეღან? ხო, კი. რა გვარი ხარ შენ? გასიევი ვარ. გამოიხედე ახლა გასიევ. ტექნიკა შემოვიდა თუ როგორ? ტექნიკას და ხალხიც. ეხლა შემოვიდნენ, ხო? აი, პირველად რომ დაგირეკე, მაშინ გამოვიდნენ. 20 წუთის წინ. ხო და ბევრი, დიდი ტექნიკა გამოყარეს. რავი, ტანკებიც არის, BMW-ებიც ისინი. ვინც მოვიდა შენთან ის მინიყო? აი, ლეიტენანტმა და კაზაჩენკო არის, იმ პოლკოვნიკის გვარიაო. კაზაჩენკოა მე პოლკოვნიკი. დაუშვათ ვიღაც იტყვის, რომ ეს ჩანაწერები ადასტურებს მხოლოდ გარკვეულ მოძრაობას რუსეთის სამხედრო ნაწილების, მაგრამ ავტომატურად ვერ ადასტურებს, რომ 58 არმიის ძირითადი ძალები უკვე სრულად იყვნენ სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე 7 აგვისტოს. გადავიდეთ მეორე და ყველაზე საინტერესო საქმეზე, ესაა ვლადიმერ სელიპეტოვის როკის გვირაბთან 7 აგვისტოს დაახლოებით ღამის 4 საათზე დაღუპული რუსი სამხედროს საქმე.
რომელიც რაც ყველაზე საინტერესოა, რუსული წყაროებით დასტურდებოდა, ჩვენ მის შესახებ არაფერი გვეცოდინებოდა, რომ არა რუსული წყაროები. ვლადიმერ სელიპეტოვი დაახლოებით 4 საათზე როკის გვირაბის სამხრეთ გამოსასვლელთან ახლოს, ანუ ჩვენს ტერიტორიაზე დაიღუპა. ოფიციალური რუსული ვერსიით იგი თვითმკვლობის შედეგად გარდაიცვალა. თუმცა მისი სიკვდილის მიზეზს არ აქვს დიდი მნიშვნელობა და თანამებრძოლების ჩვენებებში აღწერილია ღამის განმავლობაში მიმდინარე საბრძოლო პოზიციების დაკავება, სანგრების თხრა, იარაღით და ჯავშან ჟილეტებით ყოფნა, რაც ჩვენთვის ყველაზე მეტად საინტერესოა. სელიპეტოვის სიკვდილის მიზეზი მართლაც არა იმდენად მნიშვნელოვანი, როგორც ის ფაქტი, თუ როდის დაიღუპა სელიპეტოვი 7 აგვისტოს დილის 4 საათზე და სად დაიღუპა საქართველოს ტერიტორიაზე, სადაც მას არაფერი არ ესაქმებოდა. ანუ კონკრეტული რუსი სამხედროები 7 აგვისტოს გამთენიისას უკვე იყვნენ როკის გვირაბის სამხრეთ მხარეს და მათ იქ ყოფნის არანაირი მანდატი არ გააჩნდათ. ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ სელიპეტოვის დაღუპვის გარემოებები თავად რუსეთში აღძრული სისხლის სამართლის საქმიდან გავიგეთ და ჩვენ ვერაფერს გავიგებდით, რომ არა თავად რუსეთში გახმაურებული მასალები. ვლადიმერ სელიპეტოვი იყო 1986 წელს დაბადებული წვევამდელი, რომელიც 2007 წლის 20 ივნისს გაიწვიეს და მსახურობდა ჩრდილოეთ ოსეთში, სამხედრო ნაწილში ნომერ 66-421. მოგვიანებით ეს ნაწილი იდენტიფიცირებული იქნა როგორც 693 მოტომსროლელი პოლკის 19 მოტომსროლელი დივიზიის ნაწილი და ეს დივიზია 58 არმიაში შედიოდა. დაახლოებით 6 აგვისტოს ღამე 7 აგვისტოს გამთენიისას ღამის 2 საათზე სელიპეტოვის ქვედანაყოფში განგაში გამოცხადდა და როგორც მოგვიანებით ორგანიზაცია პრავა მატირიმ და გამოცემა ნოვაია გაზეტამ აღწერეს, სელიპეტოვის ქვედანაყოფის პირველი ოცეული განგაშით გამოიყვანეს. მათ უთხრეს, რომ უნდა დაეცვათ როკის გვირაბი, ეს არ ყოფილა ჩვეულებრივი გადაადგილება, ჯარისკაცებს დაურიგეს საბრძოლო იარაღი, დაურიგეს საბრძოლო მასალა, მათ ჰქონდათ ჯავშან ჟილეტები და მიიღეს პოზიციების დაკავების და სანგრების გათხრის ბრძანება. ეს ხდება საქართველოს მხარეს შეგახსენებთ ჯავის რაიონში. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დეტალი მთელ საქმეში. დაახლოებით 3 საათზე ისინი, ან რუსი ჯარისკაცები, უკვე როკის გვირაბის ჩვენს მხარეს იყვნენ. სხვა მოწმის ჩვენებაში კიდევ უფრო პირდაპირ არის აღწერილი, რომ 7 აგვისტოს ღამეს დაახლოებით ღამის 2 საათზე რუსმა ჯარისკაცებმა მიიღეს როკის გვირაბით სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე გადანაცვლების ბრძანება. და ახლა მოდის თავარი. Русეთის სამართლებრივი საქმის მასალებში წერია. 7 августа 2008 года, около 4 часов утра, ანუ 7 აგვისტოს 2008 წლის დილის დაახლოებით 4 საათზე. ვლადიმერ სელიპეტოვი დაიღუპა ზუსტად ამ დროს. ჯავის რაიონში, როკის გვირაბის სამხრეთ გასასვლელიდან 155 მეტრში. ესაა 155 მეტრი, რომელიც სიმართლეს ტყუილისგან აშორებს. თუ რუსეთის ძალები საქართველოში მხოლოდ 8 აგვისტოს შემოვიდნენ. მაშინ 7 აგვისტოს დილის 4 საათზე რა უნდა რუს სამხედრო მოსამსახურეს ჯავის რაიონში. როგორ მოხდა? თან სხვა რუსებთან ერთად, საბრძოლო იარაღით და მასალით. რას აკეთებდნენ ისინი საქართველოს ტერიტორიაზე და რატომ თხრიდნენ სანგრებს? სელიპეტოვის სკოლის, ქალაქ ტაგანროგის ნომერ მე-7 სკოლის მემორიალურ დაფაზეც პირდაპირ წერია, ან ეწერა, რაც იძებნება ინტერნეტში, погиб при исполнении воинского долга 7 августа 2008 года. ანუ დაიღუპა სამხედრო ვალის მოხდისას 2008 წლის 7 აგვისტოს. ეს საქმე ყველაზე მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ყველაფერი რაც ვიცით და რაც სახეზეა, ესაა რუსი სამხედრო მოსამსახურე, რუსეთის სამხედრო ნაწილი, რუსული საქმის მასალები, რუსი მოწმეები, ან ყველაფერი რაც ვიცით ამ საქმის შესახებ, ეს ჩვენ ვიცით რუსეთიდან. ეს ჩვენ არ ვიცით ქართული ან ამერიკული ან ნეიტრალური წყაროებიდან. ჩვენ ვერასოდეს ვერ გავიგებთ ამ საქმის შესახებ, რომ არა თავად რუსეთიდან გამოსული ინფორმაცია, როდესაც მისმა დედმამამ 2009 წელს მოითხოვა გამოძიების დაწყება შვილის სიკვდილის გარემოებებთან და კომპენსაციის მიღებასთან დაკავშირებით. სხვა შორის ეს საკითხი 2021 წელს გახდა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს, იგივე სტრასბურგის სასამართლოს განხილვის საგანი, სადაც სასამართლოს გადაწყვეტილებით რუსეთს დაეკისრა ოჯახისთვის 18700 ევროს კომპენსაციის გადახდა. ანუ ეს ყველაფერი არა მარტო ოფიციალურად დადასტურებულია რუსული საქმის მასალებით, არამედ დადგენილია სტრასბურგის სასამართლოს მიერაც.
სელიპეტოვის დაღუპვა ასევე ფიქსირდება რუსული სამხედრო დანაკარგების მონაცემებში, მისი ცხედრის სამხედრო წესებით გადასვენება რუსულ სამხედრო ტერმინოლოგიაში, ეგრეთ წოდებულ გრუზ-200-ით აღინიშნება და სელიპეტოვი რუსულ სამხედრო დანაკარგებში ფიგურირებს როგორც პირველი გრუზ-200, ანუ პირველი დაღუპული რუსი სამხედრო. საბოლოოდ კი გამოდის, რომ 7 აგვისტოს დილის დაახლოებით 3-4 საათზე რუსი სამხედროები არა ეგრეთ წოდებული მშვიდობის ყოფილები, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. რუსი სამხედროები უკვე იყვნენ როკის გვირაბის სამხრეთ მხარეს, ჯავის რაიონში, საქართველოში. და მათ ამ დროს იქ არაფერი არ ესაქმებოდა და არანაირი მანდატი არ ჰქონდათ ყოფილიყვნენ საქართველოს ტერიტორიაზე. ჩნდება კითხვა, თუ რუსები 8 აგვისტოს შემოვიდნენ საქართველოს ტერიტორიაზე, როგორ დაიღუპა დილის 4 საათზე 7 აგვისტოს სელიპეტოვი ჯავის რაიონში. ცხინვალზე ფართომასშტაბიანი ქართული შეტევის დაწყებამდე დაახლოებით 19 საათით ადრე. და თუ ამ ინფორმაციას შევადარებთ სატელეფონო ჩანაწერებზე უკვე ჩემს მიერ ნათქვამ ინფორმაციას, თუ ამ ორ საქმეს ერთმანეთს დაუკავშირებთ, მივიღებთ დროით თანხwebdrას რუსული სამხედრო ნაწილის გადაადგილების შესახებ ცნობებსა და სელიპეტოვის დაღუპვას შორის, რაც დაახლოებით რამდენიმე წუთიდან 20 წუთამდე ინტერვალის თანხwebdrა. 7 აგვისტოს მთელი დღის განმავლობაში რუსული ძალების გადაადგილების და საქართველოს ტერიტორიაზე როკის გვირაბის გავლით შემოსვლის შესახებ ინფორმაციას მთელი დღის განმავლობაში იღებდა საქართველოს იმდროინდელი ხელმძღვანელობა და საქართველოს პოლიციის მიხედვით სწორედ ეს იყო ერთ-ერთი მთავარი მიზეზი იმისა, რომ თბილისმა გადაწყვიტა სამხედრო ძალების გადაადგილება. ამავე პერიოდში არსებობს თავად რუსი სამხედროების შემდგომი ინტერვიუებიც და რუსული ჟურნალისტური მასალებიც, რომლებიც აცხადებენ და აცხადებდნენ 2009-11 წლებშიც, რომ გარკვეული რუსული ქვედანაყოფები 7 აგვისტოს დილით ან დღის განმავლობაში უკვე იმყოფებოდნენ სამხრეთი ოსეთის ტერიტორიაზე. აქედან ყველაზე მნიშვნელოვანი წყაროა 2008 წლის აგვისტოშივე მალევე გამოქვეყნებული რუსული სამხედრო პრესის მასალები, მათ შორის სტატია "ცხოვრება გრძელდება, жизнь продолжается", რომელიც რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურ ჟურნალში "კრასნაია звезда" წითელი ვარსკვლავი არის გამოქვეყნებული. სტატიაში რუსეთის 115 მოტომსმენელი პოლკის ოფიცერი დენის სიდრისტი ამბობს, რომ 7 აგვისტოს მისი ქვედანაყოფი სამხრეთ ოსეთში გადაისრულეს. კერძოდ ის ამბობს: "Мы были на учениях. Это недалеко от столицы Южной Осетии. Вот там после плановых учений мы стояли лагерем, но ночью 7 августа пришла команда на выдвижение к Цхинвали. Подняли нас по тревоге и на марш. Прибыли, разместились. Ჩვენ წვრთნებზე ვიყავით. სამხრეთ ოსეთის დედაქალაქთან შედარებით ახლოს. წვრთნების შემდეგ იქ დავბანაკდით, მაგრამ 7 აგვისტოს ღამეს ცხინვალისკენ წინსვლის ბრძანება მოვიდა. საბრძოლო მზადყოფნაში მოგვიყვანეს და მარში დავიწყეთ. ჩავედით, დავბინავდით. შესაბამისად, ეს ჩანაწერიც ადასტურებს, რომ ბრძანება გაცემული იყო 7 აგვისტოს. ეს უკვე სხვა ნაწილზეა საუბარი, არა ის ნაწილი, სადაც სელიპეტოვი დაიღუპა. შემდგომ, როდესაც რუსები მიხვდნენ თავიანთ შეცდომას, ამ სტატიაში თავდაპირველად ნახსენები 7 აგვისტო 8 აგვისტოთი შეიცვალა. კიდევ უამრავი სხვა პირდაპირ თუ ირიბი მტკიცებულებაა გამოქვეყნებული რუსულ წყაროებში, ეგ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ 7 აგვისტოს მოხდა რეალურად რუსული ძალების შესვლა. მაგალითად, 2008 წლის აგვისტოში რუსულმა გამოცემა Life Room გავრცელა ინფორმაცია, რომ 25 წლის ალექსანდრ შრაიდერმა, რომელიც როსტოვის ოლქში მსახურობდა, 2008 წლის 5 აგვისტოს დედას დაურეკა და უთხრა, რომ სამხრეთ ოსეთში აგზავნიდნენ. შეგახსენებთ, რომ 2 აგვისტოს დამთავრდა რუსული წვრთნები კავკაზ 2008 და 5 აგვისტოს იღებს ეს ჯარისკაცი სამხრეთ ოსეთში წასვლის ბრძანებას. 2008 წლის 15 აგვისტოს პერმსკიე ნოვოსტიმ გავრცელა ინფორმაცია, რომ რუსმა ჯარისკაცმა 10 აგვისტოს სახლში დაერეკა და დედას უთხრა: "ჩვენ იქ სამხრეთ ოსეთში 7 აგვისტოდან ვართ. მთელი 58 არმია." ამ ინფორმაციას თუ დავამატებთ იმას, რომ ინტენსიური დაბომბვების და ქართული მხრიდან სიკვდილის რამდენიმე შემთხვევის მიუხედავად 7 აგვისტოს ცალმხრივი ცეცხლის შეწყვეტა გამოცხადდა, კერძოდ 7 აგვისტოს დაახლოებით 19 საათზე მიხეილ სააკაშვილმა, ინდონეზიელმა პრეზიდენტმა სატელევიზიო მიმართვაში გამოაცხადა ცალმხრივი ცეცხლის შეწყვეტა და სამხრეთ ოსეთის მხარეს მოლაპარაკებების განახლება შესთავაზა. რამდენიმე საათის წინ გავეცეთ ძალება, ძალიან მტკივნეული გაბრძანება, როგორც უმაღლესმა თავარსარდალმა, რომ არც ერთმა ქართულმა შენაერთმა, არც ერთმა ჩვენი კონტროლის ქვეშ ყოფმა პოლიციურმა და სხვა შენაერთმა არ გახსნა საპასუხო ცეცხლი ძალიან ინტენსიური დაბომბვის შესაჩერებლად.
მეს გავაკეთე სრულიად შეგრებულად. თუმცა მინდა თქვა, რომ სწორედ ამ საათებში, როცა არ გახსნდა საფასუხო ცეცხლი, ჩვენ გვაქვს დაღუპულები, ჩვენ გვაქვს ხერხი და მრავალი ადამიანია დაჭრილი, მრავალი შვიდობიანი ადამიანის სახლია დაზიანებული ან დანგრეული. მე გთავაზობთ ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტას. მე გთავაზობთ დაუყოვნებლივ მოლაპარაკებას. მე ვადასტურებ მრავალი წლის, უკვე 2-3 წლის წინ ჩემი ერთ წამოყენებულ, უბრალოდ 3 წლის წინ ჩემი ერთ წამოყენებულ და წლების განმავლობაში გავრცობილ გეგმას პრაქტიკულად შეუზღუდავი ავტონომიის და თვითმმართველობის სამხრეთ ოსეთისთვის, ყველა ეთნიკური ოსის უფლებების განსაკუთრებულ დაცვას, საერთაშორისო გარანტიების ქვეშ ყოფ ავტონომიას, ევროკავშირის სტანდარტების შექმნილ ავტონომიურ ერთეულს და მე ასევე თავაზობდი და ვთავაზობ რუსეთის ფედერაციას იყოს სამხრეთოსური ავტონომიის გარანტი საქართველოს ტერიტორიაზე. ეს ფაქტი მნიშვნელოვანია, რადგან ადასტურებს, რომ საქართველოს პოლიტიკური ხელმძღვანელობა ცდილობდა კონფლიქტის თავიდან აცილებას. თუმცა როგორც ვიცით, ცეცხლის შეწყვეტამ შედეგი ვერ გამოიყო, გაგრძელდა ქართული სოფლების და პოზიციების დაბომბვა და სწორედ ამ ეტაპზე ხდება საქართველოს ხელმძღვანელობისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი როკის გვირაბიდან რუსული სამხედრო ძალების შემოსვლის შეჩერების საკითხი. და ამიტომაც 23 საათზე და 35 წუთზე იწყება საქართველოს სამხედრო ოპერაცია, რომლის მიზნებიც მოიცავდა მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვას, ქართული პოზიციების მიმართულებით ცეცხლის წყაროების განეიტრალებას და როკის გვირაბიდან რუსეთის რეგულარული ძალების შემოსვლის შეჩერებას. ახლა ამას დაამატეთ თავად პუტინის აღიარებაც, რომელიც დასაწყისში გაჩვენეთ, რომ 2006 წლიდან ემზადებოდნენ საქართველოს ომისთვის და შესაბამისი გეგმაც ჰქონდათ შემუშავებული. ამას დაამატეთ ის თუ რა ხდებოდა აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე 1991, 92, 93 წლებში და არ გაგიჭირდებათ მიხვდეთ რეალურად ვის უნდა ომი და ვინ დაიწყო ომი 2008 წელს. У нас есть домашние заготовки, и мы знаем, что мы будем делать. რუსულ არმიას შემოყვა მეორე არმია, ჟურნალისტური არმია. რაოდენობრივად ძალიან ნაკლები იყო ახლა. Ოღონდ შემთხვევაში გაცილებით უკეთესად იყო გაწვრთნილი ვიდრე 58 არმია და გაცილებით უკეთ იყო შეიარაღებული როგორც აღმოჩნდა. შეიარაღებული პირველ რიგში იდეოლოგიურად. რუსებმა ძალიან კარგად იციან თავის საქმე ეს სისტემა სამხედრო ინფორმაციის თუ დეზინფორმაციისთვის ხო ვისთვის როგორ აქვთ აწყობილი ძალიან დიდი ხანია და ძალიან კარგად. განაცემის ბოლოს კი მინდა გითხრათ ერთი რამ. ზოგადად მე მიმაჩნია რომ ყველაზე მნიშვნელოვანი რამ არის სიმართლე. და სიმართლე არსებობს ჩემი, არსებობს თქვენი. სიმართლეა. შენს ინტერესებში იყოს სიმართლე და ამ სიმართლეს ტყუილად ასაღებდე და საკუთარ ქვეყანას ჯიუტად და თანმიმდევრულად აბრალებდე ომის დაწყებას, თუნდაც საკუთარ ტერიტორიაზე ომის დაწყებას. ეს ჩემი აზრით უკვე ყველაფრის მიღმა დგას.